დილამშვიდობის თვირთასებო მოგეთ გოდე გავუშვი სკოლაში მაგაზიაში თვითონ გავუშვი ვერ წავიდოდი ვერანაირად ეხლაც კი მეძინება ხალხო ისე არ ფეხზე ძლივს მაგრამ ამ ბავშვებისგან პაპა მინდა გავაკეთო მეძინება ამ ბოლო დროს სულ მეძინება ვერ გავიგე ხაბაბი არ მიყვარს რაც არასოდეს არ მიყვარდა რომ მქონდა მაშინ ბავშვობაში სხვას არაფერს არ გავეკეთებ ხალხო ძალიან მესარება ყველაფერი კი გამოვიტანება რაფისერება ძალიან წავა ხელსავებად და მოვა ესეც ასე ეხლა ეს გამოვიყენებ ცოტას იმედია კრემობისთვის მეყოფამენ նա აჯანდაბას ჭირსე ხა ისაითო ეს ვერ ვარ ეს სულ ამასაა პრობლემა რას ჭირს ვერ გავიგე კი სუდა დედო თავზე და მაგიტო სუდა დედო თავზე და მაგიტო ჩემს ხასი გამომადგა რა ხომ პატარა ვიყენებ
მიტვრიული გუშინაკი ვარჯიშის სახლში 25 წუთი არ შევისვირია ის იქ ხო 1 საათი ვარჯიშობ მე 25 წუთი ვარჯიშობ ჩემით ეხლა რაც გამახსენდა რაც გამოვყვა იქიდან ვარჯიშები აი იმით ვერ მოგატყუეთ ახლა ყოველდღე ვაკეთებ მეთქი ტყუილი იქნება იმიტომ ესე იმად რა ქვია გუშინ დავიწყე ესე კარგად რომ ვარჯიშობ მანამდეც კი ვაკეთებდი მაგრამ ყოველდღიურად არა ან ყოველ მეორე დღე ან მესამე დღე ეგრე იმდენი რამე მაქვს ხალხო გასაკეთებელი და როგორ დავიცხოვრები დავიწყარი ეხლა ჩამოვატანე ის სანდო არ არის ეს კამერი ის სრიალებს როდის დაგაგდებს ღმერთმაოც ჩამოწიეთ ხოლმე გავატანე ის 5 ლარი გავატანე ასკესის ჰოლმის ხოდა მოგდეთ
წას მაგალითად დღეიდანაც შევუდგები მე. რო გავაკეთო, იმიტომ რომ თითქმის ყველა აკეთებს ამას უკვე. გაძველებული უფრო მოსწონთ, ამიტომ გავაკეთებ გამი და ვიწყებ, რომ ხვალ გამოვაცო. დილით რა პროფილი გავხდეს. სულ მეცინე. როგორ მშურს ვერ წარმოიდგენთ. აი დილით ადრე რო დგებიან იმათი ძალიან მშურს. ძალიან. პირველად მოხდა რომ ეხა დილით გასარეცხებიან და წუხელ გავდეცხე, წუხელ გავევა. დინტელსაცმელი მაგ კიდე დასაკეთე. მოკლედ. ხო. არა, კინაღა მაგ ვთქვი ეხლა. ის იმ სხვა ვიდეოში უნდა გავაკეთო. რომელსაც მერე ნახავთ ალბათ თვის მერე ან რა ვიცი, გიმზადებთ და თუ გამოვიდა ეგ რაღაცა, რასაც ვაკეთებ მე, რაც გეგმაში მაქვს, თუ გამომივიდა მერე ნახავთ, თუ არა და არა, რაზე წერ, რაზე ვიწვალე. უბრალოდ მაინც წერ. ცილი მინდა ხალხო. ძალიან მეცილება. სუთა ჰაერზეც გავედ, ცივ წყალში ჩავყავით თარ. ჩევად მაგ საერთოდ ბანაუპის ზოგჯერ ხშირად ზოგჯერ როგორც ეხა ვთქვი, როგორ ვთქვი, ძლივს მეთქი რომ დილით როდის დამხვდა, რამოდენიმეჯერ თორე იშვიათად რო დავტო. წყალს მთლიანად რომ მოდის და გესხმება სახესე, ვუშვერ ხოლმე მთლიანად ესე და ჩამოდის, გეყინება ეგ ადგილი, სახე, ლოყა, რა ვიცი. მოკლედ, აი ეს ადგილი მტკივა, აი ეს. არ ვიცი, რას ვაკეთებ ვარჯიშს ისეც, რომ აი აქ მტკივა. კიდე მტკივა სხვა ადგილი, მაგრამ აი აქ მტკივა. თქვა იმ გოგომ, რომ ანუ უნდა გტკიოდეთო, რომ ესე იგი სწორად ვარჯიშობთ და მოქმედებს. რიგით მიხარია უბრალოდ დისკომფორტს მიქმნის ხოლმე ადგომისას, დაჯდომისას. აი ისე ვარ. მინდა რომ ცხოვრების წესად გავიხადო, მაგრამ ნახეთ, მინდა. როგორ მოვახერხებ არ ვიცი. ჯინსებით რა ადამიანი ვარჯიშებ.
ხო ვერ გამოვიცვლი ხა რაც მოცემით ვარჯიშობ. მილით შეულებრივად წყალს რო გადავივლებ, მაინც ხონდა ჩავიცოთ, ამიტომ არ მიჭირს ჯინსებითაც ცოტა უფრო ის მიწევს დატვირთვასავით, მაგრამ მე მგონი უკეთესია, იმიტომ რომ გირები და რაღაცეები არ მაქვს მე და ეგე ვაკეთებ. ამიტომ კარგია, მაგრამ მთელი 25 წუთი შუალედებში 10 წამი ან 20 წამი თუ წავისვენებდი ხოლმე, ისიც ჯამში გამომივა ალბათ სადღაც 2 წუთი შესვენება. ეგრევე ვარჯიში. პირველად მოხდა რომ სახლში ეგრევე ვარჯიში ხალხო. იქ ხა იმდენად მივეჩვიე გოგოებს და რაღაცა ჩვეულებრივად ტოპებით და ელასტიკი. ოღონდ ელასტიკები არ ჩამაცვა, ეხა მეორეჯერ მოხანი, არ გინდაო, სპორტულებით წადიო. რა ვიცი რა ეტაკა, არ გინდა სპორტულებით წადიო მითხრა. ხოდა იქ მაინც ხარ. იქ გინდა არ გინდა, უფრო მეტად გააქვს იმის რა ქვია, мотиваცია გააქვს, რომ გინდა ივარჯიშო. გუში მაგალითად ძალიან დაღლილზე 30 პრესი გავაკეთე. მე სულვა კარგი. საპირისპირო მხარის, ანუ საპირისპირო დინების საპირისპირო ცურვა არის ძალიან კარგი. სოფელში რო იქნები ჩემებთან იქ უკეთესი, მაგრამ სამი ბავშვი არის ძნელი, თუმცა კამერები რომ აქვს ჩავაგდებ ამათაც წყალში და იყვნენ ჩემთან ერთად. მარილს ჩამოყოლე. ტემოდან გამოვიწერე. მგონი მეორე კვირა დაიწყო. მე მგონი მეორე კვირა დაიწყო. საცურაო კოსტუმები გამოვიწერე ხალხნოს 3. პირველი რომ მომივიდა. არ მომეწონა, მაგრამ ის მოსაცმელი მომწონს. მე იცით კომპლექსური ადამიანი ვარ და ის მოსაცმელი მომწონს, მაგრამ ვერ მივაგენი, არ მახსოვს სადავდე. ყველაფერი უნდა ამოვქეკო, რომ მოვძებნო. ან ჩემოდნებში ჩავდებდი. ვერ მივაგენი მოკლედ. ან დაბერი ყველაფერი უნდა გამოვყარო და უნდა მოვძებნო. მესამე ეხა რო გაჩვენეთ, მეორე მწვანე. იმისი ქვედა ჩეპეკოფარ გოგოს მოეწონა აქ და იმას მივეცი, ან ძალიან დაბალწელიანი მე არ მიყვარს. აი უკვირს ხალხს, რომ დაბალწელიან რაღაცებზე უარს ვამბობ, მაგრამ როცა არ მიწყობს ტანი ხელს ვამბობ, თორე აბა მანამდე არ ვიყავი ეგ. არაფრით არ ჩავიცმევდი მაღალწელიან, არც შარვალსაც კი. ხოდა კაბებიც კი სულ დაბალზე მიყოდა და სულ დაბალზე. ეგრე მიყვარდა. კანი მქონდა ლამაზი და მაგიტო მაგ დროს. ძირფასება. რეკლამა უნდა გავაკეთო ეხლა უფასო.
თუ ვინმეს გაქვთ გაზთან პრობლემები, ჩემსავი თუ ყოველთვის გადაგდით და სულ რაღაცა ასხია გაზზე, ძალიან ბავშვებს გეფიცებით ძალიან მაგარი ყოფილა ის, რაც მე ვიყიდე. ძვირი არ ხირს, ხირს 6 ლარი, ფასაკლების დღეებში 3 ლარი. ეხა მე 6 ლარად ვიყიდე სუფთა სახლში, თუმცა მაგნიტშიც არისო ჩემმა და მე მაგნიტში ვიყიდეო და 3 ლარად ვიყიდეო ფასაკლების დღეებში და თქვენ წარმოიდგინეთ მე ხო ძველი გაზი რომ მქონდა იმის შენახვა მინდოდა მოხუცებისთვის. ხო და ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ მე მომეციო. უარი ვერ მოთხარი ახლა ამისთვის მინდა მეთქი მომერიდა რომ მეთქო. ხო და მუხა მითხრა კარგიო მიეციო და მე რაღაც სამფეხასავით არის და გაზიც იქვე რომ მოდის. არ ვიცი მაგას რა ქვია ძვირფასება, მაგრამ აქ აქვს ჩემს ყოფილ ხაზიკას და ერთხელ ვითხოვეთ და აივანზე გავაკეთე, იქეთ რომ ცხოვრობდი, მაშინ პომიდრის საწველი იმდენად ცხელო და ზაფხული იყო და აივანზე ვარჩიეთ რომ გამეკეთებინა და იქ მენთო. მე მაგალითად სულ რაღაც გადამდიოდა ხო იცით. ბოლოს კიდე ხო რაღაც გადამივიდა ფაფა თუ რაღაცეები და ძალიან დამეზარა მე უკვე ეს რომ მიყიდეთ გარეცხვა. ეს არის ძვირფასი. აქ რო არის მსგავსი მდგომარეობა ქონდა იმ ჩემს ძველ გაზს. ისე დავდე გარეთ. ძალიან მეზარება მე გავრეცხავ. გუშინ მე გამახსენდა რომ ეს რო შევპირდი მეთქი იმ გოგოს. გადავაგდებდი ჩემთვის რომ დამეტოვებინა იმდენად მეზარებოდა ბავშვი გეფიცებით, მაგრამ სირცხვილი არ მეთქი და მოდი გავრეცხავ ამას თქო. ეს ავიღეთი რა სუზამს მეთქი, მაგრამ ძალიან ესე მიმხმარებით რო იყო, დარჩენილი რო იყო და არც წყალი და მისხი არც არაფერი, რა სუზამს ეგ მეთქი, მაგრამ მოდი მაინც გავაკეთებ თქო და ეს დავასხე, არც დამიყოვნებია, უბრალოდ შემოვედი ტილოზე, ავიღე, სახეხიც კი არა. ჩვეულებრივად აყვა. ესე გაგიჟებული ვიყურებდი, ეგეთი კარგი არის თქო ეგ და მართლა კარგია. იყიდეთ და თუ ტყუილი გამომივიდა, რამდენიც გინდა, იმდენი უარყოფითი კომენტარები დამიწერეთ. მაგრამ საერთოდ თუ რაც არ არის კარგი და ვიცი რომ არ არის კარგი, მაგაზე კარგს არ ვიტყვი. გინდა მაგალითად რეკლამა შემომთავაზონ და ფული გადამიხადონ. არ ვიტყვი, არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ჯერ მეც უნდა ვიყო მის სიკარგეში დარწმუნებული რომ რეკლამა გავუკეთო. ამიტომ ეს მართლა კარგია. ეხლა მე დიდად ბევრი რაღაც გამომიყენებია მეთქი ვერ გიტყვით, მაგრამ ვისაც ძალიან გეზარებათ და სულ ამის წმენდა და ძალიან ადვილად გინდათ რომ ნახეთ ერთი იმით გავწმინდა იმით ამით ერთი მოусვი მე სველი ტილოთი გადავწმინდე და მორჩა სუფთა პრიალა სანიტა ქვია ამას, ანტიჟირ ესე აწერია 1 მინუტშიო და ზუსტად 1 წუთში შვრება მაგ საქმეს. ძალიან უძალიანესად კარგად. მე ეგეთ რაღაცა არ მქონია ჯერ. ჩემ ადამიანს ვიღაცა მითხრაო ეგ. მეშინიერზე არ გადამივიდეს, იმიტომ რომ არ შეიძლებაო. ჩემმა დედამთილმა და მე კიდე სულ გადამდის და საერთოდ არ ხარო მოხრანი მეუბნებოდა მე რძის ღირსი. სოხა საწვალებო. საწავიდე ხა. ხო და ესე ჩემო კარგება. ნახავთ თუ არ მოგეწონოთ. ძალიან მაგარია.
მოკლედ და კონკრეტულად. ხამე დავიწყებ დღეს იმას, რომ მომიტანს ნათია ფორმებს. ფორმები რომ მქონოდა დღეს უფრო ადრეც დავიწყებ და ღამე თითქმის გამოვაცხობთ. იმიტომ რომ პატარა დოზას ვარ გავაკეთებ 9 ლიტრისგან. მეც არ გავაკეთებ. რძისგან. კაიანი კოდეიდას გამოვართ. მოკლედ ეს ჩემიც ვიფასებ. წავედი ახლა მე არ მინდა ის რცე და ის გადამივიდეს და თან აქეთ-იქით ვიტრიალოთ. თქვენთანაც არ მინდა. წუხელ მინდოდა ლაივის ჩართვა, ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. არ მეძინა სიმართლე გითხრათ. პირველი 10 წუთზე უკვე ეძინა ადას და შემეძლო, მაგრამ რა ვიცი ვიფიქრე იქნება ზინავს ჩემ მაყურებელს თქო და ეხა. მაგიტომ არ იმასქენი უფრო. თან სხვებიც იყვნენ ლაივში და ძალიან უხერხულად გამომივიდოდა, მაგრამ ეხა ყოველთვის ესე არ გამოვა მეც რომ მინდა ხო უნდა ჩავდე. ასე რა. ჩავთავ ხოლმე. კოდეცის რეული დავიწყებია სკოლაში. იმედია რომ სკოლაში დავიწყე, იმიტომ რომ არ ედო ქართულის რეული. დავალება დავაწერინე ფურცელზე. და ისე გავატან. მე ჩაიტანე მეთქი დედიკ. უდავალები და წაყიდე თქო და. ბოდიშებიც მივწერე იმ მასწავლებელს. ძალიან უხერხულში ვარ ხალხმა, როგორ გითხრათ. ისე რომ არ დადის კოდეცი როგორც მე მინდა. იქთან მილა და ბავშვი მთქნარებას იწყებს. სამივე შვილს გეფიცებით ამას თუ ვიტყუებოდე. მთქნარებას იწყებს, თვალებიდან ცრემლები მოზდის, წიგზე აქ ალერგია თუ რა ხდება ვერ გამიგია. შელოცვა ვიპოვე და მერე შეულოცვა უნდა ერთი. შენი დედავატირე ჯეკ, რომელი ხარ შენ? ეს გინებაში არ ჩამითვალოთ. დედავატირე რო ვთქვი. ამას კი მივეჩვიე უშაქროს. მაგრამ დარიჩენს დიდად ვერ ჯერჯერობით. თუმცა კი სვა მაინც. მაგრამ შეჩვევით ვერ ჯერჯერობით. კიდე ის გამოდოდა. ხო, გოდერძის პრიკოლი რო დაემართა. გუშინ მოვიდა სახლში და მე მგონია რომ კონცერტი დამთავრდა და მაგიტომ მოვიდა სახლში. 9 საათი არ არის. არ იქნებოდა, სადღაც 20 წუთში მირეკავს ლიკა. გოდერძის სახლში მივიდაო, კი მეთქი. ვაიმეო, ჯერო არ უცეკვიათო. თუ რაღაცა, ხო, ჯერ არ ყოფილაო, სადაც ესენი არიანო ის მომენტებიო და რატო წავიდა სახლში მე მხოლოდ ჩანთა ჩამოიტანე მუთხარიო და ჩანთა ჩამოიტანე უთქვია ლიკას. ამან ჩანთა ჩამოიტანეო რომ მითხრაო, მეგონაო რომ თავისუფალი ვიყავიო და აქეთ მოდი კი მითხრაო, მაგრამ მე აქეთ წამოვედიო. ვაიმე, ისე გაუბრაზდი. უცებ ჩავაცვი, შარვალი ქონდა მარტო გახდილი.
ჩავაცი უცებ ეს შარვალი, ფეხზე მოვაცი, ქურთუკი მოვაცი და გავაგდე სახლიდან. წადი მეთქი და იმას მაინც ვერ მიუსწრო, უბრალოდ ეს ბავშვები, მეორე კლასელი ბავშვები Facebook-ზეც გავაზიარე, მაგი ანიბანიგანი თუ რაღაც ასე რო ცეკვავენ, ხერიან და თან რო ცეკვავენ, აი ეგ არის მხოლოდ ერთი, იქ არის მხოლოდ ჩემი ბიჭი, იქ ჩანს. ძალიან შორიდან არის თან გადაღებული, მაგრამ მაინც იმას ვქენი გავაზიარე, იყოს მეთქი, უბრალოდ სამახსოვროდ რო გქონდეს თქო გოდეს. ისეთი რაღაც დაემართა გოდეცის. მე რო არ ვიყავი, მაგიტომ ხო, გეგას შევიყვან 2026-ში და ადას უწევს 2027-ში. 28 რომ მოუწიოს, მაგალითად მე 27-ში არ გავუშვა და 28-ში რო გავუშვა, ადა 7 წელი შეუსრულდება იქ და ძალიან გვიანი იქნება. მოკლედ, სადღაც 19 წლის იქნება, ან 19 შეუსრულდება სკოლას რო დაამთავრებს და ეგ არის. ამიტომ მომიწევს 2027-ში გაშვება იმისი ადასი. დამრჩა რამდენი წელი ხალხმა? დაიცად 25-ია. 2 წელი. 2 წელი და დავისვენებ ღმერთო, რო წავლე მე დავიძინე პირდაპირ. ჩავვარდები ლოგინში და მოდის იქნებიან ესენი დიდები რა, აი ჩემს დაზევნები შენ რა გიჭერს, მეთქი გუში რა დავრეკე შუა დღეზე ეძინა. კი მუშაობს ეს დილით ადრე დგება ძალიან უთენიაზე 5 საათზე. და რაღაცა, მაგრამ სამაგიეროდ შუა დღეზე რომ მოდის, არავინ არ აწუხებს, არაფერი არ აწუხებს და წერს და იძინებს და მეც მინდა, ძალიან მინდა. შუა დღის წილი, ისე წილი. ძალიან ვარ წილზე შეყარებული და ვიყავი, სულ ვიყავი. ძალიან მიყვარდა. იქ შევეჩვიე. ყოფილ დედამთილთან რო ვიყავი, ბავშვებს გეფიცებით სახლში რომ მოვედი, მე 7:30-ზე ვდგებოდი ჩემთან საჩინოში. იქედან რო წამოვედი. გიждდებოდა დედაჩემი რა გაყენებს 7:30-ზეო და იმდენად შეჩვეული ვიყავი, იმდენად არ ვიცი ამას შეჩვევა ერქვა, შიში ერქვა თუ რა ერქვა, მაგრამ ვდგებოდი 7:30-ზე და შემს დაჯდომაზე ადამიანი ვერ დაინახავდა. არ მქონდა ის. ჩვენ არ მქონდა მაშინ სათიბი იმის ბენზინით რო არის ეხა და ძალიან ბოლომდე რო ჭრის ამ ბალახს. ხელის მაკრატლები ვქონდა, მაგრამ მის გამოყენება მე ძალიან არ მიყვარდა, ვერ ვხმარობდი კარგად. ეხლა ჩვენ იქ ბეტონი რო გვაქვს სახლში, არ გვქონდა მაშინ და წარმოიდგინეთ, იქ გავაკეთეთ ჩემაცმაცოლი რომ მოიყვანა მაშინ. მთელი მინდორი იქ ყვავილები რო არის, სადღაც 9 საათზე მოვიდნენ მერე სტუმრები ჩვენთან და მაგ დროს ყველაფერი აღებული ბალახი ხელით ძირში ბოლომდე მოვპუტე ისინი, აი ეგრე გავასუფთა. არ მღლიდა არაფერი. არც არ მღლიდა არაფერი, იმდენად შეჩვეული ვიყავი საქმეს. ეხლა ძალიან გავზარმացი. როდის დამიბრუნდება ისეთი ის რა ქვია. განწყობა ერქვა ამას, არ ვიცი, ძალიან მიყვარდა. მერეც, მაგრამ ეხლა რაღაცას რო დავიწყებ და თუ ვერ ვამთავრებ და რაღაცაზე მეძახიან, იმდენად მიცრუდება მერე ყველაფერზე გული, უბრალოდ მერე ძალით ვაკეთებ, რომ აი შენ ესე არ გჩვევია და შენ ესე არ გიხდება და ჩემს თავს რომ ჩავძახებ. წამოდგომას ეგ არის თორე მეტი კი არაფერი. წავედი. იმედია ეხლა ჩემთან ერთად არ დაგაწყებინეთ თქნარება და არ დაგაძინეთ. არ მინდოდა ეგრე, მაგრამ რა გავაკეთო.
დროებით აბა ბედნიერს, პოზიტიურს, აღაფერ დღეს გისურვებთ ყველას. შევეცდები რომ მოვიდე. შევეცდები. თავიც უნდა გავაკეთო. ხა უნდა გავუშვა ქალაქში ის ბრინჯი მომიტანოს, რა თქმა უნდა ის საფლავო და ძალიან გრძელი რო არის ის არა. იმას არც მიყიდეს რომ მინდოდეს. ჩვეულებრივად მომქონდა და გამომივიდა კარგი ბრინჯი ის და ორთქლილი რო არის სუპრემოს. აი მას მოვატანებ და იმისგან გავაკეთე. ჩოგატებიც მინდა. მიყვარს ლამაზი რო არის ფლავი. მუხას არ უყვარს, მაგრამ თხო რომ მომიტანო. თხო რომ მომიტანოს. ნიკოზი მინდა. საცივი რომ უნდა გავაკეთო. ჩემ დედამთილს უთხარი რომ იმ დღეს მოვალთ და აქეთ გამოვბრუნდებით. რა ვიცი, ესე გვაქვს ჩაფიქრებული და იმედია მუხრანი მე დალევას არ მოინდომებს, მაგრამ არ მინდაო მე უდალევაო და. იცი, არ ვიცი.